თავდაცვის ძალების დღეა ვაზიანში ღონისძიება იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. Ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, ბატონი კახი კალაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. აღლუმო! სვენა! სწორება! შუაში! ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, თავდაცვის ძალები საზეიმო ღონისძიებაზე დაწყობილია. გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ტატუნაშვილი. გამარჯობა ბატონებო. თავისუფლად. თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას გახსნილად ვაცხადებ. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს თავდაცვის ძალების დროშა. აღლუმო! სვენა! სწორება! დროშაზე! ნაბიჯით! იარ! ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
გალბატონებო და ბატონებო, გთხოვ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და სამსახურაობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. გმადლობთ. გაგაცნობთ თავდაცვის ძალების მოკლე ისტორიას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ქართული ჯარის ჩამოყალიბების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 1991 წლის 30 აპრილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში წლევამდელები პირველად მიიღეს, რის საფუძველზეც ეს თარიღი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ აღინიშნება. თავდაცვის ძალების მთავარი მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. შექმნის დღიდან თავდაცვის ძალები ყველა ომსართულ ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას. სამაჩაბლო აფხაზეთის კონფლიქტის დროს 1991-93 წლებში რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები პარტნიორობის მხარდამხარ იბრძოდნენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოების სამშვიდობო მისიებში. კოსოვოში 1999-2008 წლებში კოსოვოს ძალები, ერაყში 2003-2008 წლებში მრავალეროვნული ძალები, ავღანეთში 2004-2021 წლებში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალები, გაეროს მხარდამჭერი მისია, მტკიცე მხარდამჭერი მისია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014-2023 წლებში ევროკავშირის ძალები, ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისია, ევროკავშირის საწვრთნელი მისია, მალის რესპუბლიკაში 2016-2023 წლებში ევროკავშირის საწვრთნელი მისია. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარეს და დღეისათვის მის შემადგენლობაშია თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი, აღმოსავლეთის სარდლობა, დასავლეთის სარდლობა, ლოჯისტიკის სარდლობა, წვნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, ეროვნული გვარდია და სპეციალური ოპერაციების სარდლობა, აგრეთვე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი და სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები განაგრძობს გაძლიერებას. დღეს ჩვენი ქვეყნის დამცველთა რიგებს რეკრუტთა ახალი ნაკადი შეუერთდება, რომლებიც საზეიმოდ დადებენ ფიცს. ვიწყებთ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს. აღლუმო, სვენა! სამხედრო ფიცის დადებას შეუდექი. მე საქართველოს მოქალაქე! შევდივარა სამხედრო სამსახურში! ბიძავ! პირნათად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე! ბიძავ! კეთის სიდისი რა შევისწავლო სამხედრო საქმე! ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები! ბიძავ! კიცე დავიცვა სამხედრო დისციპლინა! როგორც სახელმწიფოს ლიერების საფუძველთა საფუძველი! ბიძავ! შევინახო მანდობილი სამხედრო საიდუმლოება! შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა! და მე დაურის ბრძანება! ბიძავ! კიცე დავდგე საქართველოს სადარაჯოზე! და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე!
ვიბრძოლობთ ერთზე გამარჯვებისათვის. თუ ამბიც გავტეხ, პასუხისგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვარავდეს ღმერთი! ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა ასეულმა სამხედრო ოფიცი დადო, გენერალ-მაიორი ტატუნაშვილი. ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ოფიცის დადებას. თავისუფლად. აღლუმო, თავისუფლად. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, მოგესალმებით, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონებო და ბატონებო. დღეს განსაკუთრებული დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალების 34 წლის გახდა. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საამაყო ჯარს, გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და იცავთ სამშობლოს დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას. სამხედრო სამსახური მოითხოვს სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს. თითოეული თქვენდანი გმირობისა და თავდადების მაგალითია. სწორედ თქვენ წარმოადგენთ იმ მტკიცეს აღდგენს, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო თავისუფლება, სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქეთს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე. განსაკუთრებული პატივისცემით სურს ვიმართოთ ჩვენს ვეტერანებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დაცვას. თქვენ დღესაც ინარჩუნებთ მტკიცე სულსა და ასწავლით მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულს. დიდი მადლიერებით ვიხსენებთ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომელთაც განუზომელი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს წინაშე. თქვენი ძალა, სიმტკიცე და სიყვარული სამშობლოს მიმართ შთაგონების წყაროა თითოეული ჩვენგანისთვის. ქეთს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას. მათი სახელები ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც გმირების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა. განსაკუთრებული სიამაყით მსურს აღნიშნო, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები პროგრესულად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ვითარდება. საამაყოა, რომ ჩვენი სამხედროები ახალი შესაძლებლობებითა და საერთაშორისო გამოცდილებით წარმატებით აგრძელებენ ქართული ჯარის ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ჩვენი სამხედრო ძალები პირნათლად ასრულებს იმ მთავარ მისიას, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია. მე როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს. ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. საქართველოს მთავრობა
თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ საქმეში განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს და თითოეულ თანამშრომელს. ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება. თქვენს ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და მტკიცედ ვჯერა, რომ ერთიანი ძალებით ღირსეულად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი. გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს. გალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა ბაბუაშვილს, მივესალმები დედაქალაქის მერს ბატონ გახაგალაძეს, მივესალმები საქართველოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ჩიკოვანს, მივესალმები თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, მივესალმები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. მივესალმები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას, ჩვენ საამაყო ჯარს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლის თავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როდესაც დიდი სიამაყი წარმოაჩენ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გკვირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. გერქვა საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით დარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება. სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის დობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. დღევანდელი დღე განსაკუთრებული პატივით მინდა მიულოცო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და მინდა მათ უთხრა, რომ ჩვენს გმირებს არასოდეს დავივიწყებთ და ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. ქართული ხალხის მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითები, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქეთს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ, რომელთა დიდ ნაწილს სამშობლოს სამსახური ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა, თუმცა ისინი დღესაც მზად არიან თავდადებისთვის. ქართული თავდაცვის ძალები ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი გარანტია. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთა შორის თქვენ უპირველესი ადგილი გიგავიათ. დარწმუნებული ვარ ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო ძლიერი და საიმედო ძალა იქნებით. და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმედს ყოველთვის გაამართლებთ. გარწმუნებთ ჩვენი ხელისუფლება, ისევე როგორც დღემდე მომავალშიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს. გალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივცემულო სამხედრო მოსამსახურეებო, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია,
ხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს. ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი. ევროპაში უკვე 3 წელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისღვრელი ომი მიმდინარეობს. ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება. კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულება და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც. ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში. ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლის უნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს. ქალბატონებო და ბატონებო, ქართული სახელმწიფო მტკიცედ ადგას მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკას. დღევანდელ რთულ ვითარებაში მშვიდობა განსაკუთრებულ ძალისხმევას, სიბრძნეს და მოხერხებულობას საჭიროებს. სახელმწიფოს ძალისხმევას თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულობა, ყველგან და ყოველთვის თავგაწერითა და გმირობით დაიცვა საკუთარი სამშობლო. მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია. ჩვენ გძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ ზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა საქართველოს ომის ასპარებლად ცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგზეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან. ოფიცრებო და ჯარისკაცებო, თავდაცვის ძალების დღეს ასევე პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. მათ თავისი გმირობით შემოავლეს ზღუდე ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის ციხესიმაგრეს. მინდა მიმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს. თქვენი შვილები, თქვენი მამები, თქვენი მეუღლეები ჩვენი საერთო სიამაყეა. ქეთს ვიხრით მათი სიმამაცის და თავგანწირის წინაშე. ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თავდაცვის ძალების ეროვნულ დღეს და გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფოს თავდაცვა იყოს მთელი საზოგადოების საერთო საზრუნავი. საქართველოს დაცვა ჩვენი საერთო საქმეა. ვამაყობთ თქვენით და მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ქალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ჩიქოვანს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, ბატონო დედაქალაქის მერო, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, მოგესალმებით და გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, მის 34 იუბილეს. 3 ათეულ წელზე მეტია სიმტკიცე, გამძლეობა და თავგანწირვა თამდევია ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, რომელმაც გმირობითა და სისხლით დაწერა ჩვენი ისტორია ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. სწორედ ამიტომაც არის ქართული ჯარი საქართველოს ერთგულების და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო. ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას. ულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს დღევანდელ დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, სამხედროებს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს, რიგითებს, ჩვენი ერისა და ქართული მიწაწყლის შეუპოვარ დამცველებს. ყველგან და ყოველთვის, სადაც გიბრძოლიათ, თქვენ საუკეთესოდ წარმოაჩენდით ჩვენს ქვეყანასა და მის გაუტეხელ ბუნებას.
თქვენ თავს უძღვნით ჩვენს სამშობლოს, რაც მუდმივ ზადყოფნასა და უპირობო დისციპლინას გულისხმობს. ეს კი განსხვავებულ ცხოვრების წესს მოითხოვს თქვენგან, რაც მუდმივ თანადგომას და ხელშეწყობას საჭიროებს თქვენი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით თქვენს ოჯახებს, რომლებიც თითოეული სამხედრო მოსამსახურეების საყრდენი და მხარდამჭერია. დიდი მადლობა ყველას, თქვენ აძლიერებთ თავდაცვის ძალების ღირსეულ სამხედროებს. ბატონებო და ქალბატონებო, ქართული ჯარი დედა ეკლესიასთან ერთად მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს: მამულს, ენას და სარწმუნოებას. თავდაცვის ძალების მიმართ საყოველთაო ნდობა და სიყვარული ჩვენი მეომრებისა და სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული. სამშობლოს დასაცავად ჩვენს უახლოეს ისტორიაში არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი გვაქვს. ბევრმა ჩვენმა ჯარისკაცმა საქართველოს თავისუფლებისათვის თუ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე გაიღო. ქეთს ვიხრი ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. ისინი იქცნენ ჩვენს სიამაყედ და პატრიოტიზმის მაგალითად მომავალი თაობებისთვის. თავდაცვის ძალების რიგებში ღირსეულად აგრძელებენ სამსახურს ჩვენი დაუმარცხებელი და გაუტეხელი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლები, თავდაცვის ძალების გამორჩეული ჯარისკაცები, როგორც ჩვენ მათ ვეძახით დაუმარცხებლები. მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მოგილოცოთ თქვენ ეს დღევანდელი დღე. თქვენ სიმამაცის, სამშობლოსათვის მსხვერპლის გაღებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქეცით. ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე თქვენს გვერდით, ჩვენს ცოცხალ გმირებთან ერთად. 30 წელზე მეტია საქართველოს თავდაცვის ძალებს დაუღალავი შრომით აშენებენ და განამტკიცებენ მრავალი თაობის საომაყო სამხედროები. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ. სწორედ მათ შექმნეს საუკუნოვან ტრადიციებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ქართული ჯარი, რითაც მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე თავდაცვის ძალებს და რითაც ასე ვამაყობთ ჩვენ დღეს. ასეთ მყარ ფუნდამენტზე იზრდება, ძლიერდება და ვითარდება ქართული ჯარი. ახალგაზრდა თაობა კი ჩვენი ჯარის იმედია. დღევანდელი დღე განსაკუთრებით საპატიოა რეკრუტებისთვის, რომლებმაც ქვეყნისა და ერის წინაშე დადეს სამხედრო ფიცი და განახლებულ წვევანდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მზად არიან ერთგულად იმსახურონ პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, სადაც წვევანდელთა თითქმის ნახევარი საკუთარი სურვილით გადის სამსახურს და იხდის თავის ვალდებულებას სამშობლოს წინაშე. ჯერა, რომ ჩვენი რეფორმების შედეგად ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ასეთი წარმატებული რეფორმებით, თანამედროვე სიახლეებისა და სამხედრო ტრადიციების შერწყმით გააგრძელებს თავდაცვის ძალები განვითარებას. ქართულმა ჯარმა ჩამოყალიბებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის ეტაპები გაიარა. ყველაფერი კი 34 წლის წინ დაიწყო, როდესაც 1991 წლის 30 აპრილს ოფიციალური გაწვევა გამოცხადდა და ათასობით ახალგაზრდა ენთუზიაზმითა და სიამაყით ეწერებოდა ეროვნული გვარდიის რიგებში. ეროვნულ გვარდიას გამოწვევებით სავსე და ეკლიანი გზა ელოდა წინ ჩვენი სამშობლოს დასაცავად, თუმცა მის საფუძველზე სამშობლოსათვის თანგაწირვის სულისკვეთებით შეიქმნა და განვითარდა ქართული ჯარი. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ჯარმა მრავალი სტრუქტურული და ინსტიტუციური ტრანსფორმაცია განიცადა. 1995 წლის კონსტიტუციით საქართველოს ყავდა შეიარაღებული ძალები, რომელიც ომის დროს სხვა სტრუქტურებთან ერთად შედიოდა სამხედრო ძალების შემადგენლობაში. ხოლო 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი სტრუქტურა და მას ეწოდა საქართველოს თავდაცვის ძალები. წლების მანძილზე თავდაცვის ძალების გაძლიერებაში, თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვასა და შესაბამისი წვნებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა. მინდა მადლობა გადაუხადო მათ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის. დღეს თავდაცვის ძალები გახლავთ თანამედროვე ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალა, რაშიც თითოეულ თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო
ის 117 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 30 წელზე მეტია ემსახურებიან სამშობლოს და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ. ჩემთვის და ყველა თაობის სამხედროსთვის პატივია თქვენთან ერთად ჯარის მშენებლობა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ კი განსაკუთრებულია. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის ჩართულობით ჩვენ აქტიურად ვდგავთ ნაბიჯებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისა და ქვეყნის უსაფრთხოების დამტკიცებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის ნდობით ვიდგე თქვენს გვერდით. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვისათვის, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეო დაუღალავი შრომისათვის, გუნდის ძლიერი და კეთილსინდესიერი ლიდერობისათვის და რა თქმა უნდა ჯარისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისათვის. მინდა ასევე მადლობა გადაუხადო საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს, ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობა ეკუთვნის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლის მხრიდანაც ქართული ჯარი სარგებლობს მტკიცე მხარდაჭერით. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურვებთ, რათა ჩვენს ჯარს ჰქონდეს თანამედროვე აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რათა განვაახლოთ ლოგისტიკური შესაძლებლობები და გავაუმჯობესოთ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობები. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საჭიროებების მიხედვით გავატაროთ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები. გრძელვადიანი დაგეგმვის ფარგლებში ჩვენი მიზანია თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ეტაპობრივი განვითარება, რათა შევქმნათ კიდევ უფრო კარგად გაწვრთნილი, მაღალი მოტივაციის, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებული და მობილური ჯარი. თავდაცვის ძალების განვითარების და გაძლიერების გზაზე უმნიშვნელოვანესია სამხედრო ხელმძღვანელობის როლი და პროფესიონალიზმი. სამეთაურო რგოლის ხედვა, დისციპლინა და კეთილსინდისიერება ქმნის და აყალიბებს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებს. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც თავისი 31 წლიანი სამხედრო კარიერის განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართველი პროფესიონალი სამხედროს მაგალითად. ასევე მადლობა მინდა უთხრა მის მოადგილეებს, სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, ბატალიონის მეთაურებს დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ მშვიდობას და წარმატებას. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი. მადლობა. ალბატონებო და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს. მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, თავდაცვის ძალების უმაღლესო მთავარსარდალო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, მოწვეულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ თავდაცვის ძალების 34 იუბილეს. 30 აპრილი განსაკუთრებული თარიღია თითოეული ჯარისკაცისათვის. ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ყველა სამხედრო პირის მიმართ, ვინც ღირსეულად ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენს ქვეყანას. პირველ რიგში მინდა მიმართო წვევანდელებს. ბატონო ჯარისკაცებო, საქართველოს თავდაცვის ძალების სახელით მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ და ღირსეულ ოჯახში საქართველოს თავდაცვის ძალებში. თქვენთან ერთად დღევანდელ დღეს ულოცავ ყველა მოქმედ სამხედრო თუ სამოქალაქო მოსამსახურეს, რეზერვისტს, ვეტერანს, მოხალისეს, რომელთა თავდადება და სამშობლოს სიყვარული სამაგალითოა მომავალი თაობებისათვის. მაქვს პატივი მივესალმო ჩვენს დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს. საამაყურო თქვენ კვლავ მტკიცედ გახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო და ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნის წინაშე. მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ფასდაუდებელია. მათ ოჯახებთან ერთად მარად გვემახსოვრება იმ ადამიანებთა სახელები, ვინც თავი შესწირა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლასა და სოფლიო უსაფრთხოებას. საქართველოს თავდაცვის ძალებმა დაარსებიდან დღემდე გამოწვევებით ახსავს გზა განლო.
სირთულეების მიუხედავად ჩვენ პოულობდით განვითარების შესაძლებლობებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. წლების განმავლობაში ჩვენ გავიარეთ სტრუქტურული რეფორმები და დავნერგეთ მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემები. განვითარების ახალ ეტაპზე ავიყვანეთ პროფესიული სამხედრო განათლება. დღეს ჩვენ გვაქვს უმაღლესი დონის ოფიცერთა და სერჟანტთა მომზადების და გადამზადების ძლიერი პროგრამები. ჩვენ გავაუმჯობესეთ თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის კომპონენტში. წლების განმავლობაში დობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის შედეგები თვალსაჩინოა. დღეს სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონები წარმოდგენილები არიან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში, რაც მაღალ დონეზე წარმოაჩენს ქართველ მებრძოლთა შესაძლებლობებს. თავდაცვის ძალების წარმატების ქვაკუთხედი მოტივირებული ჯარისკაცი და მართვის ეფექტური სისტემაა. დღევანდელი წარმატება თავდაცვის ძალებში განხორციელებულმა და მიმდინარე რეფორმებმა განაპირობა, რომელიც ფოკუსირებულია ჯარისკაცის კეთილდღეობაზე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი, სოციალური თუ ეკონომიკური პირობების შექმნაზე უმაღლეს სტანდარტებით. თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმების ფარგლებში განსაკუთრებით მინდა გამოვამხვილო თქვენი ყურადღება წვევანდელთა ეროვნულ სამსახურზე. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამხედრო სამსახურის გავლა მიმდინარეობს ახალი სისტემით. კერძო წვევანდელები სამხედრო სამსახურს გაივლიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, რაც სამომავლოდ განაპირობებს ერთიანი სტანდარტებით მომზადებული ძლიერი რეზერვის არსებობას. უაღრესად მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში გატარებული რეფორმები. ჩვენ ვხედავთ, რომ სწორად გატარებული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოქალაქეთა ინტერესი სამხედრო სამსახურის მიმართ და ეს განსაკუთრებით ეხება ტერიტორიული რეზერვის პროგრამას. აქტიური და ძლიერი სარეზერვო სამსახური თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის უწყვეტობის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, რაც თავის მხრივ მოქალაქეების ქვეყნის თავდაცვაში ჩართულობას უზრუნველყოფს. საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების დღიდან მონაწილეობას იღებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ყველა ბრძოლაში. ასევე აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. აქვე სურს მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. მართი მხარდაჭერით გაიზარდა ჩვენი შესაძლებლობები. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ელემენტია ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებები. მასში მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შორის კოორდინირებული და სინქრონიზებული მუშაობა, რაც ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზდას ქვედანაყოფებს შორის. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით, ბატონო პრეზიდენტო და მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე სტუმრობისათვის. მადლობას მოგახსენებთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის ძალების საზეიმო ღონისძიებაზე მობრძანებისათვის. ბატონო მინისტრო, მადლიერება მინდა გამოვხატო ჯარისკაცებზე ზრუნვისათვის და მხარდაჭერისათვის. დასასრულს კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას თავდაცვის ძალების დაარსების დღეს. წარმატებას უსურვებთ თითოეულ თქვენთაგანს თავდაცვის ძალებისა და ქვეყნის აღმშენებლობის საპატიო და ღირსეულ საქმეში. ბარავდეს ღმერთი. ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალს. უწყებრივი მედლებით სამშობლოსათვის თავდადებული ჯილდოვდებიან ვიცე-პოლკოვნიკი ილარიონ თამაზაშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ ტაბატაძე, ვიცე-პოლკოვნიკი გრიგოლ ხარაიშვილი, მაიორი ლაშა გოგალაძე, კაპიტანი გიორგი ღონღაძე, უფროსი სერჟანტი დიმიტრი ჯანაშვილი, უფროსი სერჟანტი გიორგი ალავერდაშვილი, სერჟანტი ანრი ხარშილაძე, კაპრალ სპეციალისტი თეონა მუხურაძე. უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი. ათეულო, ზე, მარჯვნისა, კი, ავიშფლა. მემსახურები საქართველოს. მემსახურები საქართველოს. მემსახურები საქართველოს.
დიდი მადლობა კენჭის ინგლისურის ministris, რომელიც წარმატებისთვის შეხვდა უცხოებს დამოკიდებას. მემსახურეები საქართველოს. დიდი მადლობა უცხოების მოსახლეობისთვის. მემსახურეები საქართველოს. მადლობა საქართველოს სახარების წარმატებები და მომავალშიც გაწმენდობა შეხვდა. მემსახურეები საქართველოს. მადლობა საქართველოს სამსახურისთვის. მემსახურეები საქართველოს. დევანობას გიუცა. მადლობას გეტყვით სამშობლოს სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებისთვის. მემსახურეები საქართველოს. მადლობა სამშობლოს სამსახურისთვის. გიუცა დევანობას და გიუცა ჯობეს. მემსახურეები საქართველოს. ათეულო. მადლობა ბატონო მინისტრო. უწყებრივი მედლებით გენერალი კვინიტაძე ჯილდოვდებიან ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩავჩიძე, ვიცე-პოლკოვნიკი ნადიმ კახაძე, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე გიგაური, ვიცე-პოლკოვნიკი ნათია ბექოშვილი, მაიორი ვალერია მაფციაური, მაიორი გიგა პაპავა, მაიორი იოსებ ღორჯომელაძე, მაიორი ლევან მუსხელიშვილი, კაპიტანი თორნიკე მამულაიძე. უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი. ათეულო. სტეიქ. მარჯვლისა. კენ. თავსო. ფილოსოფია წარმატებების მემსახურეები საქართველოს. 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 ათეულო, ყველა. მარცხნისა. მადლობა ბატონო გენერალ-მაიორო. უწყებრივი მედლით გიორგი ანწუხელიძე ჯილდოვდებიან მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, უფროსი სერჟანტი გურამ ბეროშვილი, უფროსი სერჟანტი ვალერია ნაბელაშვილი, უფროსი სერჟანტი ბადრი კუსიანი, სერჟანტი გიორგი ჭანკოტაძე, სერჟანტი ვლადიმერ მაისურაძე, სერჟანტი რამაზ მეყანწიშვილი, უმცროსი სერჟანტი ზეზვა დევიძე. უწყებრივი მედლებით პირად შემადგენლობას დააჯილდოვებს საქართველოს თავდაცვის ძალების სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური. მარჯვნისა. გეთ. თავს. მემსახურეები საქართველოს. 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 მადლობა ბატონო მთავარო სერჟანტო. ათეულო, გილა. მარცხნისა. გეთ. აბიჭი. ია.
მეგობრებო. ქალბატონებო და ბატონებო, ჯარისკაცის მწამსი. მე ვარ საქართველოს ჯარისკაცი. მე ვარ საქართველოს ჯარისკაცი. ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოსა და ჩემს ხალხს. ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოსა და ჩემს ხალხს. პატივცემ ჩვენი ქვეყნის წარსულს. პატივცემ ჩვენი ქვეყნის წარსულს. ვიცავად პოსტავი უკეთესი მომავლისათვის. ვიცავად პოსტავი უკეთესი მომავლისათვის. საქართველოს სახელით ვიცავ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საქართველოს სახელით ვიცავ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მე ამახება რომ ვარ ქართული ჯარის რიგებში და ვიცავ მის ღირებულებებს. მე ამახება რომ ვარ ქართული ჯარის რიგებში და ვიცავ მის ღირებულებებს. ყველგან და ყოველთვის დავიცავ საქართველოს დროშას და ღირსებით ვატარებ მუნდირს. ყველგან და ყოველთვის დავიცავ საქართველოს დროშას და ღირსებით ვატარებ მუნდირს. პასუხისმგებლობით ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. პასუხისმგებლობით ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. არასოდეს მივატოვებ ჩემს თანამებრძოლს ომსა თუ მშვიდობაში. არასოდეს მივატოვებ ჩემს თანამებრძოლს ომსა თუ მშვიდობაში. პატივს მივაგებ გმირებს და ქეთს ვიხრი მათი თავდადების წინაშე. პატივს მივაგებ გმირებს და ქეთს ვიხრი მათი თავდადების წინაშე. წმენა გამარჯვების და ჩემი გზამკვლევია ბრძოლის ველზე. წმენა გამარჯვების და ჩემი გზამკვლევია ბრძოლის ველზე. მე ვარი სადა ჩემს სამშობლოს ჭირდები. მე ვარი სადა ჩემს სამშობლოს ჭირდები. საქართველოსთვის. საქართველოსთვის. ქალბატონებო და ბატონებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულებულია. გთხოვთ გადაბრძანდეთ სამხედრო ტექნიკის დასათვალიერებლად. გმადლობთ. თვალს ვადევნებდით ვაზიანში გამართულ ღონისძიებას, განვაგრძობთ გამოშვებას.